ჩვენ დღეს შეხვედრა გქონდა სამოქალაქო პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლებთან. ზოგადად მიხარია, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა პლატფორმასთან ჩვენ ყველა ადრეც სხვა საკითხებთან დაკავშირებით გქონდა ყოველთვის კონსტრუქციული გაცვლა ჩვენი მოსაზრებების. რა თქმა უნდა, მოვისმენთ მათი წუხილები ამ პროექტთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი იყო ვფიქრობ, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გადაგვემოწმებინა გვაქვს თუ არა მსგავსი ინფორმაცია არსებულ სისტემასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ შევთანხმდით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. აქაც ჩანს, რომ ჩემი დაკვირვებით, რომ არის გარკვეული ნაწილი დისკუსიას როცა ვაკვირდები, რომელიც ცდილობს, რომ ზუსტად ეს ნაწილი დაბლოკოს მსჯელობის გამჭვირვალობის ნაწილი და არის როგორც ჩანს ნაწილში საჯარო დისკუსიასაც ვისმენ ცდილობა, რომ დაფარონ საკუთარი ფინანსური შემოსავლები და ასე შემდეგ, მოკლედ ეს ნაწილი გამჭვირვალობის არ არის მისაღები, თუმცა ვფიქრობ, აი დღეს შეხვედრაზე რაც გქონდა საუბარი, რომ არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ ამ ლოგიკასაც შეეხება, თუ კი სუბიექტი ჩართული არის გადაწყვეტილების ფორმირებაში, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქის ცხოვრებაზე, მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იცოდეს თუ რა ფინანსური ინტერესები დგას ამ ორგანიზაციის უკან. ეს არის ლოგიკა და ვფიქრობ, ამ ლოგიკაში ვთანხმდებით. ერთი, მეორე, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა იმასთან დაკავშირებით, თითქოს დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემა, რომელიც ისედაც უზრუნველყოფს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ამ სფეროში და თითქოს ყველა ასეთი გრანტი თუ ასე შემდეგ არის საჯაროდ ასე ვთქვათ შეუძლია მოქალაქეს ნახოს. ეს არ არის სიმართლე და აქ ამ წრეშიც გქონდა საუბარი ამაზე და ვფიქრობ, რომ ამაზე შევთანხმდით, რომ არ არსებობს დღეს ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად გამჭვირვალე იყოს ეს ორგანიზაციები. დღეს არსებული სისტემა არის, რომ ნებაყოფლობით ხდება ამის გამოქვეყნება, არის ორგანიზაციები, ვინც აქვეყნებენ, არის ორგანიზაციები, ვინც არ აქვეყნებენ, მათ შორის ვინც აქვეყნებენ, იქაც არის ორი ტიპის, რომელიც უფრო დეტალიზებული არის, მეორეს ნაკლებად. ანუ ეს თვითრეგულაციაზე მიტოვება ამ საკითხის აჩვენებს, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არის და ამ კუთხით ხარვეზიანია ჩვენი სისტემა. შესაბამისად არის სწორედ ეს იდეა კანონპროექტებთან დაკავშირებით, უკვე იცით, ორი კანონპროექტია ხომ განხილვაში, რომ მოხდეს ამ სისტემის ამ ხარვეზის ამოსებას. ანუ ვფიქრობ, მეტნაკლებად არის თანხმობა, ну კიდე არის სხვაზე, თანხმობა იმაზე, რომ მოქალაქეს უფლებიდან გამომდინარე არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ფინანსურად გამჭვირვალე. აქ რა თქმა უნდა არის გულისხმობა რაღაც ძალიან დეტალიზებული საკითხი, მაგრამ მინიმუმ და მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს თუ რა ფინანსებით ახორციელებს თავის საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე როგორც იცის პარტია რა ფინანსებით არის, საჯარო მოხელე რა ფინანსებით არის, ზუსტად იგივე. ამაზე ვფიქრობ, რომ თანხმდეთ. მეორე, ვფიქრობ, რომ არის ამაზეც თანხმობა, რომ არსებული სისტემა არის ხარვეზიანი და არ უზრუნველყოფს ამას, თავისით ეს არ ხდება, შესაბამისად არის საჭირო რეგულაცია. ეს არის, რა თქმა უნდა, ის ნაწილი, სადაც არის დიდი უთანხმოება ამ მხრივ, რომ ის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სტიგმატიზება ამა თუ იმ ორგანიზაციის. გასაგებია ეს წუხილი სტიგმატიზება სამწუხაროდ არის ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ზოგადად გამოწვევა, ამაზეც არაერთხელ მithქვავს და ამ წრეშიც ვისაუბრე ამაზე. სამწუხაროდ წლების განმავლობაში ჯგუფები ამკვიდრებდნენ ისეთ სტიგმას, როგორც არის კლანი მაგალითად, როგორც არის სახელმწიფოს მიტაცება, რომელიც არის სტიგმა, ოლიგარქია არის სტიგმა, პოლარიზაციაც კი არის სტიგმა, მე თუ მკითხავთ. აი ამ სტიგმებს აყალიბებენ სხვადასხვა აქტორები ჩვენს პოლიტიკურ დისკუსიაში და ხო, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მესმის ეს წუხილი, რომ არსებობს შეიძლება არსებობდეს შიშები, სტიგმატიზება ხო არ მოხდება. თუმცა ესეც არის საკითხი, ამასაც უნდა გაუსწოროს თავი ყველამ, რომ ამ სტიგმის შემოქმედები არიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩივიანო თავად შეიძლება გახდნენ სტიგმის ობიექტი. ამიტომ ამას სჭირდება ზოგადად ვფიქრობ საჯარო დისკუსია და ამის განხილვა თუ რამდენად მისაღები არის, როდესაც ასეთი სტიგმების დამკვიდრება ხდება, როგორც არის კლანი და ოლიგარქია და სახელმწიფოს მიტაცება და ასე შემდეგ.